საგაზაფხულო სამუშაოების სოფლად უხვმოსავლის მისაღებად ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში აქტიურად მუშაობენ. ჭარბინარექის გამო ხეხილის ბაღებში სხვადასხვა დაავადება მიჩინა თავი. მოსავლის გადასარჩენად კი რამდენიმე ოპერაციის ჩატარება ერთდროულად უწევთ. ხეხილის ბაღები უკვე შეწამლეს შხამქიმიკატებით. ფერმერ გია ქიტასაშვილის განმარტებით თუ აგროვადებში ვერ ჩაეტევიან, ხარისხიანი პროდუქციის მიღება გაუჭირდებათ. წამლობის ოპერაციები ვენახებშიც დაიწყო. წვიმიან მამიდებმა პრობლემები შექმნა სოფლის მეურნეობაში, მინდა აღვნიშნო განსაკუთრებით გარგარზე და ატმებზე, სადაც გარგარი არის ეგეთი ჯიში, სომხური ჯიში, რომელიც გაფუჭდა 95% თითქმის, არაფერი აღარ დარჩაზე, ეს გამოწვეული იყო ჭარბნალექიანობამ გამოიწვიეს ყველაფერი. ასევე არის ვეძახით მეორე ჯიშის გარგარი არის ქართული გარგარი, ვის რაღაც გადარჩა ერთი 30% არ აუჭირს იმას და არის მესამე ჯიში, ლიმფა ჯიში, რომელიც ადრეული არის, ის უკვე კარგად გადარჩა და ნორმალურ მოსავალს მივიღებთ. ასევე ამ ამიდებმა იმოქმედა ვენახებზეც აი გაჩნდა დაავადებები. ეკამდე უნდა შეწამლულიყო ტკიპაზე, აუცილებელი იყო ტკიპაზე შეწამლულიყო. ამის შემდეგ უკვე პირველი 2 მაისიდან უკვე იწყება წამლაობა ვენახისა, ცისფერი წამლაობა, რომელიც კვირაში ერთხელ დაახლოებით უნდა შეიწამლოს. შრომა საჭირო ძალიან ბევრი და რა თქმა უნდა, თუკი ამას ყველაფერს შევასრულებთ კარგად, ნორმატივებს ჩავსვამთ, მოსავალსაც მივიღებთ ნორმალურს. ატმის ბაღებში ნორმალური მდგომარეობა არის, კარგად გამოვიდა, ანუ ყვავილობიდან და აღნიშნო არის იტალიური ჯიში, რომელიც დღეისათვის ყველაზე პოპულარული არის, ადრე შემოდის და საბაზრო ღირებულება მაღალი აქვს, ის გადის სხვადასხვა ქვეყნებში, რუსეთში, უკრაინაში, ევროპის ქვეყნებშიც კი გადის და კარგი მდგომარეობა არის, კარგად გამოვიდა, ცოტა ეგ არის რომ შეგვაწუხა არის ეგრეთ წოდებული ბუგრები არის, მწვანე ბუგრი, მენაღმე ბუგრი არის, თოსანა ის არის ბუგრი არის, რომელსაც ესაჭიროება ყოველკვირეული შეწამლა დაახლოებით 7 დღეში, 6 დღეში ერთხელ უწამლე ხშირი ნალექი რომ იყო, ხუჭუჭა გაუჩნდა და ამას ეხლა იმე თვითონ ხელით ვარიდებდი, თითო როლა უნდა გავარიოთ ხელით, სხვანაირად არავითარი წამალი მასზე არ მოქმედებს, ხელით უნდა შევაცილოთ რომ ნაყოფი ის კარგარი იქნება ატამი თუ ვაშლატამა არ დაას